უწყვეტი საპროტესტო პროცესის მონაწილეთა ნაწილი სათქმელს უკიდურესი ფორმით გამოხატავს შიმშილობას პარლამენტის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი აგრძელებს. დღეს არის მათთვის შიმშილობის მერვე დღე. ჩემი კოლეგა ნატალი ჯახუტაშვილი იმყოფება ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნატალი, მოგესალმებით, გითხარი ბოლო ცნობები, როგორია მოშიმშილების ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორია მათი გზავნილები და განცხადებები? დიახ, მოქალაქეები უკვე მერვე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. დღეს ამ აქტში ემატა ორი ადამიანი, ისინი 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ, ღამეს ათევენ აი ამ კარვებში. მოშიმშილეებს შორის არიან გედევან ფოფხაძე, დარეჯან ცხვიტარია. ჯამში შიმშილობს 8 ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი გედი ფოფხაძესთან. გედი, პირველ რიგში გითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ნორმალურია, არაფერს არ ვუჩვევით. თქვენ სითხეს იღებთ მხოლოდ, როგორც ვიცით, ხო? და მე მახსოვს, რომ თქვენი მოთხოვნა იყო მათ შორის მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ აქ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ყოფილიყო მობილიზებული 24 საათიან რეჟიმში, იმიტომ რომ თქვენს გარდა კიდევ 7 ადამიანი შიმშილობს, ხო, უკვე ამდენი დღის განმავლობაში და შესაძლოა ისინი შეუძლოთ გახდნენ და აი რა პასუხი მიიღეთ? პასუხი არის, რომ აქ არანაირი სამედიცინო ბრიგადა არ არის და დარწმუნებული ვარ არც გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ჩვენ მოთხოვნებს არ თulis ლეგიტიმურად, ბუნებრივად ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და რომ ქვეყანაში არის პოლიტპატიმრები, ხა არც ერთს არც მეორეს რეჟიმი არ აღიარებს, მაგრამ თუ ის თავის თავს აღიარებს როგორც ხელისუფლებას, ეს ვალდებული ასე მოიქცეს. ჩემი შეხედულება არ უნდა იყოს იმისი წინაპირობა, აქ სამედიცინო დახმარება იქნებოდა თუ არ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი სტანდარტი ადამიანის უფლებების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით ჯანმრთელობის მდგომარეობა და კარგად აქვს ყველას, მაგრამ როგორ იქნება ხვალ და ზოგადად ამ ადამიანების პერმანენტული შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულება არის. და თქვენი ამოცანა რა არის? რა მიზნის მიღწევას ცდილობთ ამ აქტით? მე მეჩნია, რომ ეს პროტესტი დღეს ადეკვატურია ამ რეალობის და იმ ქმედებებისაც განახორციელა ხელისუფლებამ. ამდენი პოლიტპატიმარი, ასეთი საჯარო ტერორი, ის რეალობა, რომ უქმდება პარტიები. პრაქტიკულად ხელისუფლებამ სამართლებრივი ბრძოლის სივრცე ძალიან შეუზღუდა საზოგადოებას და როცა შენ ასეთ აღვირახსნელ ტერორს გიპირისპირებენ, შენც უნდა გამონახო პროტესტის შესაბამისი ფორმები. ვიცი, შიმშილობა არის პროტესტის საკმაოდ მძიმე ფორმა, მაგრამ ეროვნული განათლების მოძრაობა ასე იბრძოდა 99 წლის ნოემბრის შიმშილობებმა, 99 წლის აპრილის შიმშილობამ, 90 წლის მაისის შიმშილობამ მოიტანა მაშინ მრავალპარტიული არჩევნები 28 ოქტომბრის და სიმბოლური იყო, რომ ჩვენ 28 ოქტომბერს დავიწყეთ ჩვენი შიმშილობის აქცია და გონია ფიქრობთ, რომ შედეგის მომტანი მაინც იქნება, ხო, პროტესტის ეს უკიდურესი შიმშილობა თავისთავად შეიძლება არ გახდეს ამ რეჟიმის დასამარების წინაპირობა, მაგრამ უნდა იყოს პროტესტის ბევრი დინება, ეს დინებები უნდა გაერთიანდეს, შეიკრან ერთ მუშტად იქცეს ერთ ალღაც და წალეკოს რეჟიმი ხა. იმის ილუზია, რომ რაღაცა მანდამაინც ერთი პროტესტის ფორმა იქნება გადამწყვეტი, მე არა მაქვს და არც მინდა რომ იმას ასეთი მოლოდინი შეექმნოს, რომ აი ეხლა ამათმა შიმშილობა დაეწეს და მალე რეჟიმი დამთავრდება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ეს პროტესტი გაფართოვდება, გაძლიერდება და რუსთაველის გამზირის პროტესტი გახდება 48 20 საათიანი და სულ აქ ვიქნებით, აი რაღაცა რაოდენობა. მე მგონია, რომ ეს პროტესტი უფრო მასშტაბური და ეფექტური იქნება. მადლობა და დარეჯან ცხვიტარიასაც გავესაუბრებით. თქვენ ამდენი დღეა უკვე შიმშილობთ. პირველ რიგში გკითხავთ, თუ გინდათ როგორც გიჩვენეთ. პირველ რიგში გკითხავთ, როგორ ხართ, გითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხნედ ვარ. ჩვეულებრივად რა, ჩვეულებრივ რიცხვი ვაგრძელებთ შიმშილობის აქციას. როდემდე აპირებთ? სანამ მიზანს არ მივაღწევთ შიმშილობას გავაგრძელებთ. აი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რა არის თქვენი მიზანი და რამდენად იქნება შედეგის მომტანი ეს პროტესტის ამგვარი ფორმა? არა, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგზე იქნება ორიენტირებული, იმიტომ რომ
ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებით, თუნდაც 9 აპრილი, თუნდაც მარტის ამბები, როგორ შეიცვალა ხელისუფლება, როგორ შეიტანეს არჩევნების იმაში კოდექსში ცვლილება, ეს ყველაფერი მიღწეული იყო შიმშილობით და არც ეს აქცია იქნება გამონაკლისი, ვფიქრობ, რომ შედეგზე იქნება ორიენტირებული. მჯერა, რომ ეს არის ყველაზე მშვიდობიანი აქცია, უწყინარი აქცია, რა თქმა უნდა, თავგანწირვა, მაგრამ ღირს სამშობლოსთვის თავგანწირვა. ჩვენ არ მივატოვებთ შიმშილობას, მანამ სანამ შედეგზე არ ვიქნებით ორიენტირებული. ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში, პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების განთავისუფლება, მივესალმები ყველას და დიდი მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებით და ეს წლები, დღეები გაატარეთ ციხეში, მაგრამ ესეთი უსამართლობის ბუმში ვართ ჩვენ და რო არა ეს უსამართლობის განცდა, ნამდვილად ჩვენ არ მივმართავდით ამ პროტესტის ფორმას და უსამართლობა რა არის? ჯერ ერთი სუსი ეხლა რო შიმშილოთ, მაშინაც ეგრე დგას და ათვალიერებს ყველაფერს. პოლიციელებიც ადგილზე არიან, სამაგიეროდ არ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, როდესაც იციან, ხო, რეალურად რაც ხდება ახლა. ეს მინდოდა მეთქვა, რომ სამაგიეროდ, აი სუსი მაგალითად, რამდენი წელია ესენი ხელისუფლებაში? ნუ 14 წელია. ერთი აგენტი ვინმე გამოავლინა? ერთი ვინმე საქართველოს, იმიტომ რომ თვითონ ტრობენ, თვითონ არიან მტერი საქართველოს, იმიტომ რომ თვითონ არიან პუტინის მონები. პროკურორი ყავდათ რუსეთის ინტერესების გამტარებელი, პირდაპირ დაადასტურა ეს სახელმწიფო დეპარტამენტმა. მადლობა ქალბატონ დერეჯან, ძალიან დიდი. აი უსამართლობის განცდა რო გვაქვს, ზუსტად იმიტომ ვხედავთ აქ. წარმოიდგინეთ ეხლა ზოდებით ოქრო გამოიტანო ოჯახიდან. ვინმე საპატიებდნენ, გზის გადაკეტვას რო არ გაპატიებს ადამიანს, შენი სამშობლოს რომ დაიბრუნო, მიტაცებული სამშობლო. ამას რო არ გპატიობს, ის ზოდებით ოქრო ვინმეს ჩვენს ყოველ დახვრიტავდნენ ალბათ. მილიონობით და მილიარდობით ფული რო უკრაინის ხარჯზე იშოვეს ამ ხალხმა და დღეს ვითომ სიმბოლურად 1 მილიონს რაღაცას უგზავნიან. ვის ჭირდება ეს? მადლობა დიდი, მადლობა. მოკლედ ასეთ ვითარება ახლა პარლამენტის შენობის წინ მერვე დღეა უკვე ეს ადამიანები შიმშილობენ. მადლობა ნატალიას, ნატალი ჯახუტაშვილი იყო. ამ თუთებში